სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ჩვენ ღმერთს ვეძებთ, რამე თუ ვიცით, რომ იგი არის. ღმერთს ვერ ვდგულებთ, რამე თუ გვწამს. მაგრამ როგორ შეიძლება ჩვენ და საიდან შეიძლება ჩვენ ღმერთი ვიცოდეთ? ესეც ვიცით, მხოლოდ გამოცხადებით. შინაგანი ბუნებითი ტოლვა მარადიულისკენ ადამიანს არ უშველის, რომ ღმერთი დაინახოს და ღმერთი შეიცნოს და ღმერთი გაიგოს. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ის, რაც მან გამოგვიცხადა. მაგრამ გამოცხადება არ არის რაღაც ერთჯერადი აქტი, რომ რაღაცა გავიგე და მორჩა. გამოცხადება ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც ღმერთისგან მომდინარეობს თითოეული ადამიანის გულისკენ. აი თქვათ, როცა გვითქვავს, რომ სახარებას ვერ ამოწურავ, რატო ვერ ამოწურავ? იმიტომ რომ ეს არის გამოცხადების დაუსრულებელი პროცესი. ის არ დამთავრდება არასოდეს. და წარმოიდგინეთ, თუ ადამიანი გამოცხადების მიღებაზე უარს იტყვის, მან რა შეიძლება იცოდეს? არც არაფერი. მაშინ რა ჩაენაცვლება მას? ჩვენი ლოგიკური აზროვნება, ჩვენი სიმართლე. ჩვენი ღვთის ხატობისა და მსგავსობიდან გამომდინარე სწრაფვები, მიდრეკილებები, აი მაგალითად, ადამიანს თუ არ არის ზარმაცი და მეტნაკლებად გონიერი და მოაზროვნეა, ადამიანმა იცის, რომ შემოქმედებითად უნდა განვითარდეს. არავის არ უნდა ლუარსაბთად ქარიძეობა, როგორც ხშირად ვამბობთ. და თუ ადამიანი რელიგიურია, მან უკვე ისიც იცის, რომ ეს შემოქმედებითი განვითარება სწორედ რელიგიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. საითკენ უნდა განვითარდეს? რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს მისი დეგრადირება, არამედ რო ყოფილებისკენ წავიდეს და მთელი რიგი რელიგიებია, მათ შორის აღმოსავლური რელიგიები, სადაც ადამიანების რო ყოფილებისათვის ძალიან ბევრ რამეს ცდილობენ და აკეთებენ, მედიტაციები და 1000 რელიგიური სისტემები, როცა თავარი სწორედ ეს არის, რომ ადამიანმა სრულ ყოფილებას მიაღწიოს. ასკეზა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ძალიან ხშირ შემთხვევაში მათი ეს განწყობა შემოსულია მართლმადიდებლობაში, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ასკეზი და რელიგიური ღვაწლით იგი სრულყოფილების გზაზე დგება. ადამიანური სრულყოფილება შეუძლებელია ადამიანური რესურსით, ადამიანური ასკეზით, რომ ჩამოვთვალოთ, რაც გინ მედიტაცია იქნება ეს თუ აღმოსავლეთში თუ ლოცვა იქნება ქრისტიანობაში თუ სხვადასხვა ტიპის მარხვები და თავშეკავებები და ასე შემდეგ და ასე ვარჯიშები აღმოსავლეთში და ადამიანს არ შეუძლია იმ სრულყოფილების გზაზე დაადგეს ამით, რომელიც მისთვის განამზადა ღმერთმა, იმიტომ რომ ადამიანის სრულყოფილება მდგომარეობს არა ადამიანის იმ განვითარებაში, რომელიც ჩაკეტილია მის ბუნებაში. ძაღლით შეიძლება განვითარდეს, გაწვრთნილი ძაღლი უფრო განვითარებულია, ვიდრე გაუწვრთნელი ძაღლი. ადამიანი შეიძლება განვითარდეს, ივარჯიშოს, უფრო ღონიერი გახდეს, ინტელექტუალურად გაავარჯიშოს ტვინი, უფრო სხარტი გონების გახდეს, 1000 უნარჩვევები შეიძინოს. მაგრამ როცა ჩვენ საუბრობთ ადამიანურ სრულყოფილებაზე და ადამიანის განვითარებაზე, მის ბუნების ჩაკეტილობაში განვითარებაზე არ ვსაუბრობთ, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ მის მარადიულ განვითარებაზე, რომელიც ღმერთთან ერთად არის და ღმერთთან არის შერწყმული. როცა ჩვენ საუბრობთ ადამიანის სრულყოფილებაზე, იყავით სრულყოფილი, ვითარცა ზეციური თქვენი მამა სრულ არს, იყავით მოწყალე, როგორც თქვენი ზეციური მამა სრულ არს და ასე შემდეგ, ჩემგან ისწავლეთ ქრისტიანობს. ანუ როცა ჩვენ საუბრობთ ადამიანურ განვითარებაზე, საუბრობთ არა ადამიანის განვითარებაზე თავის ბუნებაში ჩაკეტილობის თვალსაზრისით, არამედ ღმერთთან, ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და რადგან ადამიანის სრულყოფილება აქედან გამომდინარე, რასაც ქრისტიანობა გვასწავლის, ეს არის ღმერთთან მარადიული ყოფნა და ღმერთთან ერთად მარადიული განვითარება, ამიტომ ადამიანს თავისი რესურსით ამის გაკეთება არ შეუძლია. ამიტომაც გაგვიგია და წმინდა მამებთან წაგვიკითხავთ და სახარებაში გვესმის, რომ ჩემს გარეში არაფერი შეგილიათ და მამებიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ასკეზაა, ყველაფერი აქაც რომ გახართ ახლა ამ სიცხეში და რაღაც, ეს ყველაფერი არის თქვენი სიყვარულის გამოვლინება ღმერთისადმი მხოლოდ და თქვენი სურვილის, რომ მე მინდა ღმერთთან ვიყო ამის გარეგანი დასტური, ბეჭედი, მოწამეობრივი ღვაწლი, ამოწმები. და ეს თავისთავად არაფერს არ მოგცემ, თუ ღმერთთან კავშირი არ იქნება. რაც შეეხება ღმერთთან კავშირს, აქაც ძალიან ხშირად ჩვენ ლოგიკა გვისწრებს და ვფიქრობთ, ლოგიკურად ვაზროვნებთ. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენი ღვთისმეტყველება ლოგიკას არ ემორჩილება. ჩვენ გვწამს ერთი ღმერთი, მაგრამ ღმერთი, რომელიც პიროვნულად სამია. ამის გამო ჩვენ ძალიან
ბევრი ვიწუნიეთ 2000 წლის განმავლობაში. არა მარტო დაგცინოდნენ, არამედ გვდევნიდნენ და კლავდნენ კიდევაც. დღესაც აი 21 საუკუნეში აღმოსავლეთის ქვეყნებში ერთი ღმერთის რელიგიის მატარებელი ადამიანები ფიზიკურად უსწორდებიან ქრისტიანებს და თვლიან, რომ წარმართული ისინი გვაქვს თავში. იმიტომ რომ მამა, ძე და სულიწმიდას თვლიან 1, 2, 3 და გამოვიდა 3 ღმერთი. თუმცა იქ კიდევ უფრო მდგომარეობა მძიმეა, სამებას სხვა რამეს უწოდებენ საერთოდ, მაგრამ ახლა ამას არ შევეხებით. არც კი იციან ჩვენ სამებას რას ვუწოდებთ და მაინც გვაკრიტიკებენ. არ იციან, იმიტომ რომ მათ წიგნში ეს წერია, არასწორად წერია. ლოგიკურად უნდათ გაიგონ ყოვლადწმინდა სამება. როგორ შეიძლება ერთს მივუმატოთ 1 და კიდე მივუმატოთ 1, ისევ იყოს 1 გვეუბნებიან, ერთს მივუმატოთ 1, მივუმატოთ 1 არის 3 გვეუბნებიან. თითქოს მათემატიკას შეეძლოს გადაწყვიტოს ღმერთის შესახებ რაღაც პრობლემა. გესმით, რა უგუნო მათემატიკა ეს არის ენა ფიზიკური სამყაროს კანონებისა და არა ტრანსცენდენტული ყოფიერების. თუმცა ხშირად მათემატიკურადაც შეგვიძლია სიტყვას რაღაც სიტყვა მოიტანა, კამათი მოუგოთ, რომ რატო ამბობ ერთს მივუმატოთ 1 და მივუმატოთ 1? არამედ თქვი ეს 1 გავამრავლოთ 1-ზე და გავამრავლოთ 1-ზე, რას უდრის 1-ს? ანუ როგორც უნდა ისე მოირგეს მათემატიკა და ჩვენ მათემატიკა ჩვენებურად მოვირგოთ. კი არ მივუმატოთ, არამედ გავამრავლოთ და მივიღებთ 1 გამრავლებული 1-ზე და გამრავლებული 1-ზე არის ისევ 1. მაგრამ ეს ყველაფერი ლოგიკის მიერ ახსნის ცდილობებია, რომ ეს იგი რაღაცა ავხსნათ ლოგიკურად, მაგრამ არზრი არ აქვს ამას, ჩვენ ვერ მივხვდებით, ვერ ჩავწვდებით, უბრალოდ ჩვენ ეს ვიცით გამოცხადებით, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტეში ღმერთი ვიცანით, რომელსაც ვუჯერებთ და მან გვითხრა, რომ ასეთია ღმერთი და არა სხვანაირი. ეს ჩვენი ლოგიკური აზროვნებისათვის, ჩვენი სიმართლისათვის, ჩვენი თუნდაც რელიგიური ცხოვრებისათვის ეს არის ჯვარი, ჯვარი, რომელსაც ვერ ვტვირთულობთ. რატომ ვერ ვტვირთულობთ? იმიტომ თავინა დავიმდაბლოთ. როცა ჩვენ ვეჭიდავებით რეალობას, რომელიც ღმერთმა გამოგვიცხადა და ვეჭიდავებით ჩვენი სიმართლით, გეგონება ღმერთი ადამიანი იყოს, ადამიანი რაღაცას გეუბნება, შეიძლება ფიქრობდე, რომ შეიძლება მართალიც კი, მაგრამ ჯიქურ აწვევი, არა, შენ კი არა, ეკამათები. ჩვენ იგივეს ვაკეთებთ ღმერთთან. ღმერთი მოვიდა ადამიანად და თავის სიყვარული ჩვენს მიმართ, თავისი სიკვდილით დაადასტურა. ჩვენ გულში მოგვეცა რწმენა, რომ დიახაც ის ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, არამედ ღმერთი ადამიანად მოსული და უნდა დაუჯეროთ, მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგებით ხოლმე. თუ თეორიული ღვთისმეტყველების დონეზე არა, მაგალითად ისეთ საკითხებში, როგორიც არის მტრის სიყვარული, მოყვასის უპირობო სიყვარული და ასე შემდეგ. ძალიან ადამიანს შეუძლია გაკადნიერდეს იმ დონეზეს, რომ პირში უთქვიათ, რომ რა არის ახლა იესოს სახელის ესე წარმარა მოხსენება, რა საჭიროა. ადამიანს აქვს ეს შინაგანი მოთხოვნილება დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც შერწყმულია დემონურ ნებასთან, რომ შეეწინააღმდეგოს ღმერთს. და ის ჯვარი, რომელსაც ღმერთთან ურთიერთობა ქვია, იმიტომ რომ შეუძლია რაღაცებზე თქვა უარი, რაღაცებზე კი არა გავს, რა რაღაცებზე. ვინც არ უარყოს თავი თვისი, ვინც არ წარიწყმიდოს თავი თვისი, ჩემთვის, გინდა სახარებისათვის, იგი არ არის ჩემ და ღირს. ოღონდ ეს თავის უარყოფა სინამდვილეში, ჩვენ ხო ვიცით, ეს თავის უარყოფა სინამდვილეში თავის პოვნა. ჩვენ უარყოფ თავს როგორც ეგოისტური ინდივიდი, როგორც ფიზიოლოგიური არსება, როგორც დემონურ ნებასთან მოზიარე გონიერი თავისუფლება და პოულობ საკუთარ თავს იმას, რომლისათვისაც ღმერთმა არა თუ მხოლოდ შენ მთელი სამყარო შექმნა. ნამდვილ შენ მეს პოულობ, როცა იმ გარეგანს დაზიანებულს უარყოფ, იმიტომ რომ ჩვენ ამ გარეგან დაზიანებულის იქით ხშირად ვერაფერს ვერ ვხედავთ. ასე რომ ჩვენი დამოკიდებულება ღმერთისადმი და ჩვენი სულიერი ცხოვრებისადმი ჯვარია, უნდა ვიტვირთოთ, ეს მძიმეა ჩვენთვის, ჩვენი ეგოიზმისთვის, არა მარტო განსაცდელების ჯვარია მძიმე ფიზიკურად, ტკივილიანია. თუმცა ძალიან ხშირად ჩვენ ამით შეგვიძლია სიყვარული გამოვხატოთ, იმიტომ რომ სიყვარული ხო ფიზიკურ თავგანწირვაში ვლინდება. არამედ ჯვარია ეს ჩვენი მენტალობისთვის, ჩვენი ეგოიზმისთვის, ჩვენი აზროვნებისთვის, ჩვენი სიმართლისათვის, იმიტომ რომ რაღაც გვეხამუშება, ისეთი არ არის ჩვენ, რომ რაღაც ადვილად გავიგებდით, მოგვინდებოდა, მივხვდებოდით. ამიტომ ვიყოთ ქრისტიანი, ეს მუდმივად ჯვრის ტვირთვას ნიშნავს. მაგრამ აქ არის ზუსტად ის ქრისტიანობის
სიბრძნე, ქრისტიანის სიბრძნე, რომ ის რაც ვიღაცისთვის გარედან ესე ჩანს, ან სისულელია და ან ტვირთია, ტყუილუბრალო და დისკომფორტს გვიქმნის, კომფორტის ზონიდან გამოვყავართ. მე ამდენი პრობლემა მაქვს ცხოვრებაში და რელიგიაში, იმიტომ შემოვედი, რომ ხა კარგად ვიყო და აქაც მიმატებთ კაცო ადამიანი იტყვის. ხო და ჩვენთვის ჯვარი არის არა პრობლემის დამატება, არამედ მარადიულ სიცოცხლეში შესulis კარიბჭე, საიდუმლოებაა ჯვარი. ღმერთის ძალაა ჩვენთვის ჯვარი. ღმერთის ენერგიაა ჩვენთვის ჯვარი. და ჩვენ უარს ვამბობთ რა დროებითზე, მიწიერზე და პირუტყულზე და ეგოისტურზე გულს უხსნით ნამდვილს, მარადილს, ერთადერთ ჭეშმარიტს, რომელიც ჯვარსახოვნად შემოდის ჩვენში. და ამით ჩვენ ქრისტეს ღვაწლს ცოტათი პატარათი ვიმეორებ. ქრისტესადმი რწმენა ღვაწლს უკავშირდება. მე ჯვარზე იმიტომ გესაუბრებით, რომ მე მინდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვწამს იესო ქრისტე, გვწამს ქრისტე როგორც გონიერი და თავისუფალი არსება და გითხარით კიდევაც თუ არ ვწდები გუში, რომ გონიერი და თავისუფალი არსებისადმი რწმენა, ეს არ არის რაღაც საგნის არსებობისადმი რწმენა, საგანი, რომელიც ჯერა თუ არ ჯერა არსებობს, აი არსებობს თუ არ არსებობს, საგანი რაღაცა მოვლენა, რაღაცა კანონი, თქვათ რაღაცა ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც ჯერ არ აღმოუჩენია და ასე შემდეგ. არსებობს თუ არ არსებობს. ღმერთზე ესე ვერ ვამბობთ. ღმერთი გონიერი და თავისუფალი, ამიტომ მის და მირწმენა ეს არის მასთან პიროვნული ერთობა, რომელიც ნდობის გარეშე, მის და მინდობის და საბოლოო ჯამში სიყვარულის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ რწმენის სინონიმი არის მინდობა ღმერთზე, მინდობა და მერე სიყვარული. უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტესადმი მინდობა, რომელიც გეუბნება, რომ მე თუ მდევნეს, შენც უნდა გდევნონ. არა და მე მოვედი იმისათვის, რომ დაცული ვიყო, ხო, ღმერთისგან. თუმცა მესმის, მე თუ მდევნეს, შენც უნდა გდევნონ. და რომელიც მეუნება, რომ ნუ გეშინია იმის, ვინც შენ ხორცელად მოკლავს, არ დამიცავ შენ? ამ დროს ეკითხები. ნუ გეშინია ხორცელის სიკვდილის, ესმით, ამას გეუბნება შენ. მე შენ გაგიმზადე მარადიული სასუფეველი, მარადიული, არა აქ, არამედ აქ ქვაქვაზე არ დარჩება. ყველაზე ძვირფასიც კი ესე დასრულდება, ქვაქვაზე არ დარჩება. მარადიული გაგიმზადე, ნამდვილი სამშობლო გაგიმზადე. აი ეს რომ მივიღო, ამისათვის სწორედ ჯვარსახოვანი გზა არის ჩემთვის გამზადებული. ანუ ეს არის ჯვარი ჩემი ინტელექტისთვის, ჩემი ლოგიკისთვის, ჩემი სიმართლისთვის, ჩემი ეგოიზმისთვის, ჩემი ინდივიდუალიზმისთვის, ჩემი პატივმოყვარეობისათვის, ღირსება რომ გონია და ეს არის ჯვარი ხშირ შემთხვევაში ჩემი ხორცისთვის, რომელიც თავგანწირვაც ხანდახან საჭირო ხდება, რომ დავამოწმოთ ჭეშმარიტება, ანუ ქრისტეს ღმერთობა. ეს არის ქრისტიანობა. კომფორტის ზონიდან გამოსვლა ეს აუცილებელი მოვლენა არის ქრისტიანისათვის. აუცილებელი. აქედან გამომდინარე, თუ ასე შევხედავთ ჩვენს რწმენას და ჩვენს ქრისტიანობას, მაშინ ჩვენი სულიერი ცხოვრებაც უფრო სხვა გზაზე დადგება და სხვანაირად გაიშლება და გაიფურჩქნება. პავლე მოციქული გვეუბნება დღეს კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში. რადგან ყოვლითურთ გამდიდრდით ქრისტეში, ყოვლითურთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუმცა სწორად ხედავ ქრისტეს, როგორც წეგან გესაუბრებოდი და არა ისე ზერელეთ, რომ რაღაცა ჩემი პრობლემების მოგვარების უკაცრავად მენეჯერად რომ დანიშნავს ხოლმე ადამიანი რა და ღმერთსო დაარქმევს სახელად ან ქრისტეს და ეს არის პრობლემების მოგვარების მთავარი მენეჯერი და როცა ადამიანი არ უღრმავდება არც თავის ცხოვრებას, არც მარადისობას, არც გარდაცვალების საკითხს, არც ცხოვრების აზრის, არც ქრისტიანობის არსს არ უღრმავდება და უბრალოდ რაღაცა ესე რელიგიური ცხოვრებით გააქვს ესე ფონი რა. და ეს არის პროფანირება სულიერი ცხოვრების, რომელიც არაფერს არ მოგცემ. და უფალი კიდე თუ სწორად უყურებ, მაშინ გვეუბნება პავლე მოციქული, რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით ქრისტეში, ყოვლითურთ და აი ამ ყოვლითურთში ძალიან ხშირად თუ თლიანი წმინდა წერილის კონტექსტს ავიღებთ, ძირითადად მარადიული ღირებულებები იგულისხმება. პავლე მოციქული ამას ანუ თლიან კონტექსტში თუ ავიღებთ პავლე მოციქულის ეპისტოლებს, ცალსახად ფიქრიც კი არ არის, იგულისხმება მარადიული, დაუსრულებელი ფასეულობები და ღირებულებები.
ყოველგვარი სიტყვით, ყოველგვარი ცოდნით ქრისტე გვამდიდრებს სიტყვით და ცოდნით. ცოდნა გამოხატული სიტყვაში, ანუ ეს ტრანსცენდენტული ცოდნა, ის მარადიული ცოდნა, გამოცხადებითი ცოდნა, რომელიც ჩვენს გულს აღავსებს და ნამეტნავისგან გულისა იტყვის პირი და მერე ბაგებიდან იღვრება. რადგან ქრისტეს მოწმობა გამტკიცდა თქვენში, რადგან გამდიდრდით, რაღაც აღარ თქვით ყოვლითურთ. ახლა ქრისტეს მოწმობა გამტკიცდა თქვენში. ქრისტეს მოწმობა გამტკიცდა ჩვენში ნიშნავს იმას, რომ ჩემი გული მიდასტურებს ქრისტეს ღმერთობას, მიდასტურებს მუდამ, რომელიც מחარებს, იმედით აღმავსებს, მოუკლებელ ლოცვაში მამყოფებს, სულის დუღარებას მანიჭებს, მარადის מחარებს, ქრისტეს მამსგავსებს, იმიტომ რომ მისი მოწმობა რომ იგი ღმერთია, მუდამ ჩემში არსებობს. და როცა ასე ვცხოვრობთ, მერე პავლე მოციქული ამბობს, ასე რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, ის ნიჭი, რომელიც შენს ცხოვრებას, შენს მარადილ სიცოცხლეს სჭირდება. ანუ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ შენ თუ ქრისტიანი ხარ, შენ იმისათვის რომ სასუფეველი დაიმკვიდრო, არაფერი არ გაკლია ამისათვის. ეს იცით რამხელა იმედია? აი ხო შეიძლება ადამიანი მიფიქროს, რომ აი კი მე მინდა რაღაცა ხედავ წმინდა წამს, ყველაფერი წმინდა მამები ცხონდნენ, ვიღაცები. აი მე არ შემიძლია ადამიანი მოდიან ხოლმე. აი რა ვქნა მე არ შემიძლია, რა ვიცი, აი მოვედი ისევ წავედი, დავიწყე ლოცვა ისევ შევწყვიტე რა. აი არ ტყუის ესეთი ადამიანი. როგორ ეხლა მე შენ დაგიჯერო და პავლეს არ დაუჯერო? აბა რამჭი ზარმაცი ხარ. აი ეგ გაგჭირს მეტი არაფერი. იმიტომ რომ პავლე ამბობს, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი და ამ ნიჭზეა საუბარი, რომელიც ჩვენ სასუფეველში შეგვიყვანს. შენ მეუნები რომ ცირა ვერ შევდივარ სასუფეველში, იმიტომ რომ აი დავიწყე და ტყუი ხარ. ეშმაკი გატყვილებს. და ამის ლუსტრაცია სრულად მოხდება შენი გარდაცვალებისთანავე. ჯვარი წერია რომ ლუსტრაცია მოხდეს ამისი. თორე გარდაცვალებით უნდა გარდავიცვალოთ, ეს ჩვენი საქმეა, გარდაცვალება ჩვენი საქმეა. ეს ნიჭი ხო არ გვაკლია და ერთ-ერთი ნიშანი კიდე ჩვენი ქრისტიანობისა ეს ხშირად პავლე მოციქული ამას ასევე ძალიან ხშირად ამბობს და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება მეორედ დიდებით მეორედ მოსვლა. რო ეშინიათ ხოლმე, ხო, ვაიმე. ეგ მაგისთვის ვცხოვრობთ, რომ მას შევხვდეთ, რაც მალე იქნება უკეთესია. მაგრამ თუ იმას ვერ მოვასწარი, რასაც მისი დაბრუნება ქვია, მე ხო გარდავიცვლებ. სანამ გარდავიცვლები, კიდე მანამდე უნდა შევხვდე მას. ამიტომ ქრისტიანი არის აი მოლოდი ერთი რო ქრისტესთან ერთობით ხარობს, იმიტომ რომ მისი მოწმობა გამტკიცდა ჩვენში და მეორე ამის პარალელურად მუდამ აქ დაუოკებელი სურვილი, რაც შეიძლება უფრო ძლიერად და უფრო მაგრად შეხვდეს ღმერთს. ამისთვის იღწვის და ამის სათნოების დედოფალი ხო ლოცვაა, ხო? ლოცვა, სათნოებათა დედოფალი, გვირგვინი, მოდი ესე ვთქვა. მაგრამ დანარჩენის გარეშე ლოცვა კვდება, ზოგს უნდა მაგალითად იესოს გონიერი ლოცვა ისწავლოს, ოღონდ ისე რომ არც ახარება იკითხოს, არც წმინდა მამების გამოცდილებას გაეცნოს, არც ხშირად ეზიაროს და რაც თავარია, მოყვასთან ურთიერთობაში სიმდაბლე, მორჩილება, სიმშვიდე არ გამოავლინოს. ოღონდ მარტო იესოს ლოცვა თქვას. დანარჩენი არაფერი ისე რა, არაფერს ყურადღება არ მიაქციოს, არ გამოვა ეს. გვირგვინი თავზე ხო უნდა დაადგა და თავი თუ არ არის, რაზე დაადგა იმ გვირგვინს? ამიტომ ჩვენ მოველით უფალთან შეხვედრას. ვინც გამტკიცებთ ბოლომდე რომ მოველი მას აქაც ამ ცხოვრებაშიც ყოველწამიერად, როცა ეს შეხვედრა ხდება ჩემ გულში ღმერთთან, ქრისტესთან, ის განმამტკიცებს რომ ვიყოთ უმწიკლო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. ანუ ყოველი ქრისტესთან შეხვედრა გულში უფრო მეტად და მეტად მაძლიერებს უმწიკლოს მხდის, ანუ მწმენდს ვნებებისგან, რომ მზად ვიყო უფალთან შესახვედრად, როცა ის დიდებით დაბრუნდება და წავრსდგებით საშინელ სამსჯავროს. ამ ყველაფრის გვირგვინად პავლე მოციქული ამბობს, რომ სარწმუნოა ღმერთი, ანუ უნდა დაუჯეროთ ღმერთს, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს ჩვენ უფალ იესო ქრისტეს. მამა ღმერთმა გვიხმო და მოგცა ძე ღმერთისადმი რწმენა და გვეუბნება პავლე მოციქული, რადგან აქ ხარ, ეს ყველაფერი შენ მოგეწოდება, იცოდე რომ ღმერთი სანდოა, სარწმუნოა, დაუჯერეთ ღმერთს. ნუ გვექნება რევიზიის სურვილი გამოცხადებითი ცოდნის მიმართ და წინააღმდეგ. მაგრამ ამავე დროს ეს თუ ჩვენში რეალიზებულია,
ეს რეალიზდება ჩვენს არა მარტო პიროვნულ განვითარებაში, როცა ჩვენ ღვთის ტაძარი ვხდები და ჩვენში ქრისტე მოწმობს თავის თავს, არამედ ეკლესიის თლიანობაშიც და ერთსულოვნებაშიც. იმიტომ რომ თუ აქ ფიქრობ, რომ მე შიგნით ღვთის ტაძარი ვხდები, მაგრამ ეკლესიაში ვერ ვარ და ეკლესია არ მიყვარს და ეკლესიის პატრიოტი არ ვარ, მოკლედ ესე ვთქვა და ვერ ვახერხებ მოყვასთან ურთიერთობას, ეს ნიშნავს, რომ აქაც ტყუილია. იმიტომ რომ ერთ და იგივე ღმერთი მოქმედებს ჩვენში, ჩემში და ჩვენ შორის. ერთ და იგივე ქრისტე მოქმედებს ჩემში და ჩვენ შორის. როგორ შეიძლება აქ სხვანაირად იმოქმედოს და ურთიერთობაში სხვანაირად იმოქმედოს. ერთ და იგივე კანონმდებელი ერთ და იგივეა შიდა ცხოვრებისა და გარე ურთიერთობებისა. ამიტომ როგორც თქვა, ეგრე უნდა იყოს. შიგნით ღმერთთან ერთობა მქონდეს და ერთმანეთში გვიყვარდეს ერთმანეთი და ამით დასტურდება, რომ ქრისტესნი ვართ. სიყვარულში იდება ერთსულოვნება და პავლე მოციქული ამბობს, მაგრამ შეგაგონებთ ძმანო ჩვენო უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენ შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით. ნიველირებას კი არ ნიშნავს ჩვენი პიროვნული უნიკალურობისა, არამედ მთავარში, რასაც ქვია ქრისტესადმი ერთგულება, ეკლესიისადმი ერთგულება და ერთმანეთსადმი სიყვარული, ამ მთავარში უნდა ვიყოთ ერთნი. ერთი კონდეს სათქმელი, განხეთქილება არ იყოს და ერთი გონები და ერთი აზრით, რომელიც ქრისტეს გონებაა და ქრისტეს აზრია. ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს, პავლე მოციქული ამბობს. იგივე ზრახვა გქონდეთ, რაც იესო ქრისტეს მიერ. ანუ გესმით, ეს ჩვენი გონება და აზრი თანხვედრაში მოდის ქრისტეს გონებასთან, ქრისტეს აზრთან. და შემდეგ პავლე მოციქული გვეუბნება ჩვენ, რომ ქრისტემ სახარებლად ანუ ეს ცოდნა საიდან გვაქვს? გამოცხადებით, რომელსაც ორი წყარო აქვს. შიგა წყარო გულისმიერი და გარე ვერბალური ცოდნა, როცა მოდის ჩემამდე. და ესენი ორივე აუცილებელია. ცალკე ერთი, ორივე აქ შიგნით მისტიკურად, გარედან ვერბალურად და როცა ხდება მათი თანხვედრა, ის არის ჭეშმარიტება. თუ თანხვედრა არ არის, ჭეშმარიტება არ არის. ამიტომ ეს ორივე აუცილებელია. ამიტომ უფალი პოულობს ნათანაელს ლეგვის ქვეშ, რომელსაც ღმერთთან შიგა კავშირი აქვს და ეს კავშირი ვინ ვერბალურთან, რომელსაც ქრისტიანობა თანხვედრაში მოვიდა და ნათანაელი გახდა ქრისტიანი, ეს აუცილებელია და ანუ მისტიკური მხარე, რაც კარგად ჩანს ნათანაელის შემთხვევაში და ამავე დროს ის რომ ესე იგი უნდა აუცილებლად წარიგზავნონ, რომ იქადაგონ მოციქულებმა, რომ თუ არ იქნება, ესე იგი, გაგება, როგორ იქნება შესაბამისად მოსმენა და რწმენა. ამიტომ ეს ორივე აუცილებელია. პავლე მოციქული გვეუბნება, ქრისტემ სახარებად მომავლინა, მაგრამ ნახეთ, ეს სიტყვაც, რომელსაც ის ამბობს ვერბალურად, გარედან რომელიც შემოდის ვერბალურად, ის თავისთავადაც საიდუმლოების მატარებელია. ამიტომ შიდა მისტიკა გარეგან მისტიკასთან თანხვედრაშია. და საიდან ჩანს ეს? მომავლინა מחარებლად არა სიბრძნის სიტყვითა, არა უბრალოდ ვერბალურად გადმოცემული რაღაც ცოდნა, არამედ რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი. ანუ მთელ სიბრძნით კი არ გიდასტურებთ რაღაცები, კი არ გიმტკიცებთ, მაშინ ქრისტეს ჯვარი გაუქმდება, ანუ საიდუმლოება გაქრება. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგია, ანუ სისულელია წარწმედულთათვის, ხოლო ჩვენთვის ხსნილთათვის ძალაა ღვთისა. ანუ ეს სიტყვაც, რომელიც მოდის, რომელსაც ზოგი სისულელე თulis, ხო, ჩვენთვის ეს არის ღვთის ძალა, რასაც თავშიც გეუბნებოდით. აი ეს გარედან მოსულით საიდუმლოებით ახსავსია. და ჩვენ აქ ვდგავართ იმიტომ, იმედია, რომ შიგნითაც გვაქვს მისტიკური გამოცდილება და გარედანაც რაც მოვიდა, რაც სახარებით გვეწოდება და 2000 წლის დაგროვილი ცოდნა გვეწოდება და დღესაც წირვაზე გვეწოდება, ეს სიტყვაც საიდუმლოებაა. და ეს სიტყვა საიდუმლოება არის ნიშნავს იმას, რომ ამ როგორც შინაგან გამოცდილებას ვერ ამოწურავ და ის მუდამ განახლებადი უნდა იყოს, ასევე გარედან მოსულ ცოდნასაც ვერ ამოწურავთ ვერ წმინდა წერილი და ვერ წმინდა მამებიდან, ვერ ლიტურგიდან, იმიტომ რომ ისიც მუდამ განახლებადია, იმიტომ რომ ისიც საიდუმლოებრივია. აი ასე სერიოზულად თუ შევხედავთ ჩვენ სულიერ ცხოვრებას, აღმოვაჩენთ, რომ იმდენი რამე გვაქვს საკეთებელი, ისეთი საინტერესოა, ისეთი დიდებულია, ისეთი სავსე გახდება ჩვენი ცხოვრება. თუ ჩვენ არ გვექნება არც ერთი წამი დასაკარგავად. მთელი ჩვენი სიცოცხლის ყოველი წამი შემოქმედებითი ღვაწლით
და შემოქმედებითი ძიებით აღივსება, რომელსაც ერთვის სიხარული, მარადისობის განცდა, ბედნიერება, სიმტკიცე, სიმამაცე. რასაც ყველაფერს ერთი სახელი ქვია, ქრისტიანი. ღმერთმა მოგცეს ძალა და მადლი, რა სახელსაც ვატარებთ იმის შესაბამისად, მაცხოვრებელი და ღირსნი ამ სახელისა, ქრისტიანისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.